პირდაპირ კითხვით გადმოვალ თქვენთან, რომლის პასუხსაც თუ გექნებათ სრული ბოლოს მოვისმენ, რამდენ თქვენგანს გახსოვთ რა არის პოლიმერი? ალბათ ძალიან ცოტას, არ არის მაინც და მაინც მარტივი, ხო, ანუ და დღეს მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც პრაქტიკამ ყოველ შემთხვევაში მე და არა მარტო მე მაჩვენა, რომ შეიძლება გარკვეული მეცნიერული კანონზომიერებები დავიმახსოვროთ ისე, რომ რაღაცების დაზეპირება არ მოგვიწიოს. ერთ-ერთი кейსი, რომელიც კონკრეტულად, ეკოლოგიაში შეეხება, მარტივად რო ვთქვა, აი ეხლა ნებისმიერმა ადამიანმა რო წაიკითხოს, ამას შეიძლება ქიმიის როლი პირდაპირ ვერ დაინახოს. რადგან ძირითადად აქ არის ეკოლოგიაზე საუბარი, პოლიმერების წარმოება, ანუ ეს თუნდაც პოლიეთილმა, რომელიც პარკებში გვაქვს, ბოთლები, რომ პლასმასის ბოთლები და ნებისმიერი სხვა რამ, პოლიმერები რა გავლენას ახდენენ ადამიანზე და საბოლოო ჯამში ამ სარგებლის მიუხედავად რა გავლენას ახდენენ უკვე ჩვენს პლანეტაზე. ამაზე არის აქ საუბარი და ერთ ამ кейსში არის მოცემული ინფორმაცია, რომელშიც არის ნახსენები, რომ ერთ-ერთი დელფინები უკვე გადაშენების პირას არიან ამ პოლიმერებიდან გამომდინარე, რადგან ეს ხდება ოკეანეში ისინი იღებენ მას ორგანიზმში და უკვე საბოლოო ჯამში ექმნება პრობლემები ამ სახეობას და არა მარტო ამ სახეობას. კონკრეტულად ამ кейსის საფუძველზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივცეთ მოსწავლეს, როგორც კი პროცესი იწყება. ანუ კი ვაცნობთ кейს, მაგრამ რას ვაკეთებთ? ანუ ეს არ არის დაუშვათ 1 საათზე გაწერილი სამუშაო, სადაც დავიწყებთ, დაირეკება ზარი და დავიშლებით. ანუ ეს პროცესი გრძელდება. აქედან გამომდინარე, ყველა შეხვედრის დროს, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა მათ შორის მუდმივად ჩვენს მიზნებს წინა პლანზე ვწერთ ხოლმე. ანუ ამ кейსის საფუძველზე რა უნდა გავაკეთოთ? და ამ შემთხვევაში გვაქვს რამოდენიმე ბულეტი გამოტანილი. ერთი არის, რომ ზოგადად ქიმიური მოლეკულის არსი გვესმოდეს, ძალიან ზოგადად ვსაუბრობ და კითხვების შემთხვევაში უფრო დავკონკრეტდები დისციპლინასთან მიმართებაში. მეორე არის, რომ რა სფეროებში ვიყენებთ უკვე ამ კონკრეტულ ნივთიერებებს და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული უნდა იყოს ზოგადად მეცნიერება, სწორედ მაგიტო იქნება სიახლე მეცნიერებაში ეს პრობლემა როგორ უნდა გადავწყვიტოთ. აი ამ საუბარს თავაზობთ პირველ რიგში მოსწავლეს, რომ დავიწყოთ და ინიცირება მათი ინტერესების სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყოს. ჩვენი პირველი მომხსენებელი კონკრეტულად ამ თემებთან მიმართებაში საუბრობდა ინკლუზიურობაზე და ზოგადად საკლასო გარემოს ინკლუზიურობაზე. რატომ არის ეს მიდგომა ინკლუზიური და რატო შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს ჩაერთოს ამ პროცესში? აქ არ არის კონკრეტულად მოთხოვნა, რომ აი შენ ადექი და ეს წესი მითხარი, შენ ადექი და ეს ფორმულა მითხარი. აქ არის მათი სურვილი, რომ გარკვეული პროცესები უფრო ნათლად აღიქვან და აქ თავაზობ ძალიან ბევრ რესურსს. თუმცა ამ რესურსებამდე, ეს ფაქტურად მოსწავლემდე არც მიდის ეს სლაიდი, აი ამაზე მაქვს საუბარი. აქ არის ცნებების იერარქია, რომელიც გვაერთიანებს ზოგადად ხალხს. ანუ, როდესაც ვმუშაობთ, მე ჩემ პირობითად ჩემ კათედრაზე ავიღოთ, სხვა კათედრაზე, ხვდებით რა სასაუბრო ენა გვაქვს, ანუ რომ აიღოს ნებისმიერმა ადამიანმა და გადახედოს ქიმიის ზოგადად სამიზნე ცნებებს, მიხვდება რომ ეს სამიზნე ცნება არის იერარქიის სათავეში, რომელთან მისვლაც არ არის რაღაცა მარტივი გზა და 1 საათიანი გზა, ისევ ამას გავიმეორებ რა. მას სჭირდება გარკვეული ინტენსივობა, რაღაცა რესურსის ჩადება მოსწავლეებთან მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, სადაც ანუ კონკრეტულად ეს кейსი ახლა რო განვიხილოთ, რაც პოლიმერებზე მქონდა შემოთავაზებული, სამივე სამიზნე ცნებაზე მუშაობს. ამას მოკლედ აღვნიშნავ, რომ როდესაც ახალი სკოლის მოდელი იწყებოდა, მაშინ მქონდა 5 სამიზნე ცნება, თუმცა ეს შეიკვეცა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ცოცხალი ორგანიზმია, ხო, ხვდებით რა, ანუ რა საჭიროებები გვაქვს, რაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რაც თავისთავად მოიაზრება, ის ხო არ ჯობია, რომ უკვე ინტეგრირებული იყოს სხვა სამიზნე ცნებაში და ეხლა არის ფაქტიურად ის ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში, რადგან გვაქვს სამი სამიზნე ცნება, ერთი არის ნივთიერება, მეორე არის ფიზიკური და ქიმიური მოვლენები და მესამე ქიმიური ბმა. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ნივთიერება ვართ ჩვენ ყველანი, ნივთიერებათა ნაკრები. მეორე, რატო არ ვიშლებით ისევე როგორც მარილი, რომ დავაგდოთ ქვევით მარილის ნატეხი და დაიფშნება, ამას ქიმიური ბმა გვეუბნება საბოლოო ჯამში და ფიზიკური და ქიმიური მოვლენები აღწერს სამყაროს მუშაობის კანონებს, ხო? აქედან გამომდინარე,
აქ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ ვაინტეგრიროთ. ანუ ზევით რომ მიწერია საკითხი პოლიმერების გარდა ძალიან ბევრი და ძალიან თავისუფალი საკითხი გვაქვს ქიმიაში, რომელიც შეგვიძლია დავამუშაოთ და მოსწავლემ გაიგოს მისი არსი და არა პოლიმერი დაიმახსოვროს, არამედ მისი მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული გამოყენება თუ მისგან მიყენებული ზიანი სამყაროსთვის, აი ამაზე ექნება აქცენტი უკვე. რაც შეეხება პრობლემებს, რა თქმა უნდა, პრობლემების გარეშე არ მიმდინარეობს პროცესი და მე კონკრეტულად აქ აქცენტი მაქვს გაკეთებული საკლასო ოთახში რო შევდივარ, რა პრობლემებს ვაწყდები და რა მშველის, ასე რომ ვთქვათ, ან რა რჩება ისე მოუგვარებლად. პირველი, ყველა მოსწავლის ჩართვა პროცესში არის და იყო პრობლემა. მე ძალიან ცოტა ხნის წინ დავამთავრე სკოლა, 10 წელი არ არის გასული ფაქტიურად და მახსოვს მე პირადად როგორ არ ვერთვებოდი და რატო არ ვერთვებოდი რეალურად სასწავლო პროცესში. მეორე, საგნობრივი შინაარსის სიღრმისეული გააზრება. პოლიმერი კი არა, აი ყველაზე მარტივი ტერმინებიც კი საიენსში არ მახსოვდა და არ ვიცოდი. და როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, სამწუხაროდ არც მაშინ არ ვიცოდი ეს. შემდეგ, სამიზნეცოდნის მკაფიო დაღწერა. ეხლაც მიჭირს თქვენთან საუბარი და ვცდილობ ეტაპობრივად დავალაგო აზრები შემდეგ წინადადებაზე გადასასვლელად. ანუ ამას მოსწავლე უკვე ჩვენი დღევანდელი პროცესიდან გამომდინარე, სკოლაში ვესწავლობს და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში, ზრდაში და მისი აზრების მკაფიოდ გამოთქმაში. და ბოლოს დისციპლინა, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ის кейსი შველის, რომელიც პირველ ეტაპზე მქონდა წარმოდგენილი. ანუ მისთვის უნდა იყოს მისაღები და ნაცნობი ინფორმაცია და აქედან ანუ ნაცნობიდან უცნობისკენ უნდა იაროს მისმა გონება. რაც შეეხება მოსწავლეთა შედეგებზე, ამას დიდხანს არ გავჩერდები. ანუ ეს არის მოკლევადიანი მიზნებიდან გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა, სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა საბოლოო ჯამში, რომ დაგვეხმაროს მიზნისკენ სვლაში, სასწავლო გეგმის სწორად დალაგება და აი აქ ნახეთ კონკრეტულად გეგმაზე რომ გადავიდე, როგორ ხორციელდება თვითონ კომპლექსური დავალება. გვაქვს ყველა, აი გაუსის განაწილება რო ავიღოთ, როგორ შეიძლება მოსწავლეებმა იმუშაონ საკლასო პროცესში, ხო? გვაქვს მინიმალური მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც მაქსიმალურ შეფასებას იღებენ, მაგრამ უმეტესობა მონაწილეობა, უпростоრად უმეტესობა მოსწავლის შეფასება, ასე რომ ვთქვათ, არის საშუალო, მინიმალური არის მაქსიმუმი, მინიმალური არის მინიმუმ შეფასება. ხო, ესე ნაწილდება ზოგადად. ძალიან ბევრ ლიტერატურაში არის ეს განხილული. აი, აქ გვაქვს ისეთი აქტივობები ჩასმული, რომელზეც შეიძლება გუნდმა ან კონკრეტულმა ინდივიდმა ძალიან მარტივად იმუშაოს ერთი ფაქტორიდან გამომდინარე. აი ამ შემთხვევაში ორგანულ მოლეკულაზე უნდა დაწეროთ ახლა პირობითად ინფორმაცია. ეხლა რო ეს დაგვირიგონ, ჩვენ ვერც ერთი ფაქტობრივად ვერ დავწერთ ამას, იმიტომ რომ არ გვაქვს გარკვეული ცოდნები მიღებული. მეორე ინფორმაციას მსგავსია. ანუ აქ რაღაცა კანონები, წესები, მოსმენილი ინფორმაცია უნდა დავამუშავოთ და ჩვენი სიტყვებით გამოვთქვათ და დავწეროთ, ხო? მაგრამ ხო, აქაც იგივე ხდება დაახლოებით და გადავახტები. აი აქ უკვე მივედით ექსპერიმენტზე. და საიენსში ექსპერიმენტს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ექსპერიმენტს არა როგორც უბრალოდ რაღაცა ცდას, რომელსაც ჩაატარებ და დაივიწყებ, არამედ მისი პრაქტიკულად გამოყენება და მისი თეორიული ანალიზი აქვს მნიშვნელოვანი. და სწორედ აქ შემოდის ყველაზე მეტად ინკლუზიური მიდგომა, სადაც აქ ყველა მოსწავლემ შეუძლია თავისი როლი იპოვოს. ერთი მოსწავლე პირობითად დადგება და დააორგანიზებს ამ რესურსებს. მეორე მოსწავლე დადგება და დაიწყებს კონკრეტულად რაღაცა პროცედურის მომზადებას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ექსპერიმენტი ერთის მხრივ საკმაოდ რთულად სამართავი, მაგრამ მეორეს მხრივ საკმაოდ საინტერესოა ხოლმე. მეორე ექსპერიმენტიც აქ არის ჩასმული და ერთი მიზეზის გამო ამას ახსნი ძალიან მოკლედ. ძალიან ბევრ სკოლას და უმეტესობა სკოლას, საჯარო სკოლას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროს. პირველ ექსპერიმენტში არის ისეთი ნივთიერება მოცემული, რომელიც შედარებით დეფიციტურია, მაგრამ ძველი დროიდან მორჩენილი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ. აი მეორე ექსპერიმენტი არის ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც ახლა ჩვენ მაგალითად სახლში შეგვიძლია ჩავატაროთ ძალიან მარტივად. ანუ თავარი პრინციპი არის ის, რომ პრაქტიკული და მორგებადი იყოს ეს სკოლაზე და ყოფილიყო ეს სკოლაზე. აქედან გამომდინარე, ნახავთ ძალიან ბევრ ერთი და იგივე кейსს და შეიძლება ეს кейსი უკვე ნანახიც ჰქონდათ პოლიმერებზე, მაგრამ მისი განხორციელების გზა არის ძალიან ბევრი სტილის, ძალიან ბევრნაირი და აქედან გამომდინარე, მისი ხასიათიც იცვლება სკოლის სოციუმიდან გამომდინარე და ასე შემდეგ გააჩნია რა გჭირდება იმ კონკრეტულ სკოლაში. ესეც ერთ-ერთი აქტივობაა.
და ნუ ეს აქტივობები თითოეულ სამიზნეცნებაზე იყო ორიენტირებული, რომელიც საბოლოო ჯამში კრავდა თემას. და აი ბოლოს მინდა ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი, თუ გახსოვთ ეს ვენი, რომელიც Breaking Bad-ში გვაქვს, აი როგორ შეიძლება შეიქმნას кейსი იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა. მოსწავლეებთ, ანუ ნუ ამას მე გავწერთ დოკუმენტებში ასე შემდეგ, მაგრამ აი როგორ შეიძლება ნებისმიერმა მასწავლებელმა აი რაღაცა შექმნა საინტერესო ისტორია, რომლის საფუძველზეც პროცესი დაიწყება, ხო? აი მაგალითად ესე რომ ჩვენ უდაბნოში გავჩერდეთ, ან სადმე ნებისმიერ წერტილში მანქანით და პატარა ქიმიური ნივთიერებები, ან მცირე რაოდენობით გქონდეს, ჩვენ შეგვიძლია დავმუხტოთ ბატარეა, რომელიც დამჯდარია. ამას სხვანაირად ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, აი ეს кейსიც მაქვს ხოთა შორის გამოყენებული ერთ-ერთ აქტივობაში ჩემს მოსწავლეებთან, სადაც მათი მიზანი იყო, ნუ ამ შემთხვევაში თუ არის მოცემული, რომ კონკრეტულად შექმნან სისტემა, რომელიც ბატარეას დატენის, ანუ ბატარეა ბატარეისთვის. მე მქონდა სისტემა მოფიქრებული, სადაც უბრალოდ ნაძვის ხე უნდა გაენათებინათ. და ხსნარების საშუალებით, ნუ პატარა ნათურები მქონდა, შექმნეს სისტემა, რომლითაც გაანათეს ნათურა. და ამ პროცესისთვის დაახლოებით 7 საათი დავხარჯეთ, 7 გაკვეთილი დავხარჯეთ. და ძალიან ბევრი ბრჭყალებში პარაგრაფი გავიარეთ იმისთვის, რომ აქამდე მივსულიყავით. ანუ ჩემი ცოდნა, იმიტომ არის უფრო დაბალხარისხიანი ჩემ მოსწავლეებთან შედარებით, რომ მათ არ უწევთ რაღაცა თემების დაზეპირება, რომლის პრაქტიკულ გამოყენებასაც ვერ ხედავენ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვისმენთ თქვენ შეკითხვებს.